ახალ შესარჩევ ციკლს ვიწყებთ. ძალიან დიდი ინტერესით ველოდები, რა თქმა უნდა, ხვალინდელ თამაშს და არა მარტო ხვალინდელ თამაშს, მთლიანად ველოდები იმას, თუ ახალი თაობა, თუ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს, როგორ მიიღებს იმ მენტალობას და იმ ყველაფერს, რაც მანამდე ხდებოდა უკვე ჩვენს თავს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, მე მაინდა-მაინც შედეგებზე არ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ეხა ისეთ ეტაპზე ვართ, რეალურად ჩვენი პირველი შეკრება იყო, მთლიანად გაცნობიტი ხასიათის შეკრება გქონდა, ვთვლი რომ ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა და გავაკეთეთ ის ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო და რის საშუალებასაც ის მოკლევადები გვაძლევდა, რომელიც ჩვენთვის იყო გამოყოფილი უკვე ამ შეკრებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო დავლაგდებით, კიდევ უფრო გაუგებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ნებისმიერ გუნდს თუ ნაკრებს, განსაკუთრებით ნაკრებს ჭირდება დრო. ეს არის ერთი მხარე ამ ყველაფრის და უკვე მეორე მხარე არის უკვე ის, რომ ჩვენ ხვალ უკვე ოფიციალურ თამაშს თამაშობთ, ამიტომ შედეგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ინტერესი ძალიან დიდია და პირველ რიგში მე მაინტერესებს ის თუ რა სახით წარსდგება ჩემი გუნდი ხვალ მაყურებლის წინაშე და მოლოდინები საკმაოდ პოზიტიური მაქვს, დანარჩენი გამოჩნდება ყველაფერი. ჩრდილოეთ ირლანდია საკმაოდ მეუბრძოლი გუნდი. მე მესმის რომ ხვალ ჩვენ არ ვეთამაშებით ტოპ დონის ნაკრებს, ვეთამაშებით საშუალო დონის ევროპულ გუნდს, თუმცა მათ აქვს თავის პლუსები, მათ აქვს ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, პლუს ამას ემატება ის რომ 4 თამაში მათ უკვე ჩაატარეს, ამიტომ შეთამაშებულს რომ მათ პრობლემა ნამდვილად არ უნდა ქონდეთ. არავინ არაფერს არ დაგვითმობს, ჩვენი მოსაპოვებელი თქვენ თვითონ მოვიპოვოთ მინდორზე, ეს რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, მაგრამ თუ მთლიანობაში განვიხილავთ ამ ყველაფერს და ვიცი რომ ინტერესი საკმაოდ დიდია ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო 2 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ვართ. ნებისმიერ შემთხვევაში მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ იმ 2 ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების, გინდ მწნელი, გინდ რომელი თაობაც არ უნდა მოვიდეს, ხომ ყველა სწორება უკვე ავტომატურად იმედის იმაზე, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატი. თუმცა ამავე დროს ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ძალიან რთულია, რომ და ეს დაისახო მიზნად, მიზანი ერთია, მეორეა რეალობა, აი ამ რეალობის შეფასების საშუალებას მე რა თქმა უნდა გავაკეთებ, არაფერს არ დავმოვალ, ვიცი თქვენ რომ ყოველთვის ღიად ვსაუბრობ, უბრალოდ დრო მჭირდება იმისთვის რომ ეს ყველაფერი თქვა და ამ ყველაფერზე ღიად და თამამად ვისაუბრებ. ამ ეს ყველაფერი გამოჩნდება ძალიან მალე, იმიტომ რომ ჩვენი პირველი შეკრებაა, პირველი თამაშია, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ხვალ მინდა რომ პოზიტიურ ნოტაზე დავიწყოთ ეს ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ბევრი მაყურებელი მოვა, თუ სტადიონი გაივსება, რა თქმა უნდა, ორმაგად ბედნიერები ვიქნებით. აქ ჩამოსვლით ჩვენ ყოველთვის ბედნიერები ვართ, რომ მე განსაკუთრებით, იმიტომ რომ აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ამიტომ ყოველთვის ასე ემანოა ჩემთვის აქ ყოფნა, მშობლიურ შინაურ გარემოში ვარ, ისეთი სადაც აი ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოდივარ. რამოდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა ხვალ დევს პირველ ნაბიჯებს დიდ ფეხბურთში და ვისურვებდი რომ მათ პირველივე დღიდან ანუ ხვალიდან უკვე იგრძნონ თუ რას ნიშნავს დიდი ფეხბურთი, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ქვეყნის წინაშე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და თუ რა შეიძლება მოიტაროს ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ თუ ჩვენ გუნდის გაკეთებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ შეგრძნებებიდან იწყება ყველაფერი. თქვენ ძალიან კარგად იცით თუ რა რაოდენობის ფეხბურთელები არიან დაწინაურებული ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულ ნაკრებში და ჩვენი პირველი ამოცანაც ეს არის და იმედია რომ ეს თაობაც ისეთი იქნება რომ ეს პოზიტიური დინამიკა ისე გაგრძელდება როგორც აქამდე იყო, იმიტომ რომ მართლა სერიოზულ ციფრებზე ვართ ასული და პირველ რიგში ეს მაგბედნიერებს იგივე გუშინდელი შედეგი რო ავიღოთ, იქ იყვნენ ფეხბურთელები, რომელსაც თავიდან ბოლომდე გავლილი აქვთ ეს გზა და უსურვებდი ახალ ფეხბურთელებს და ახალი თავის ფეხბურთელებს სწორედ ეს გზა გაევლოთ და ესახელებინოთ თავის ქვეყანა და რა თქმა უნდა გამოადგნენ პირველ რიგში ქვეყანას და თავის თავს. ჯერ გაცნობის პერიოდში ვართ ბიჭები ერთმანეთთან, მაგრამ რაც შეეხება ამ ერთ კვირას, ტაქტიკურად, ტექნიკურად ყველაფერი გავიარეთ, ასე რომ ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ხვალინდელი თამაშისთვის მაქსიმალურად ზადყოფნაში მოვედით როგორც შეიძლებოდა. და წინა შეკრებები, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ისტორია დაწერა ამ ნაკრებმა, კარგი თამაშები ვაჩვენეთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მივაჩვიეთ ხალხი, ეს გულშემატკივრის მხრიდანაც მოლოდინი იქნება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვიაზრებთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი გავაგრძელოთ და მოხვდეთ ისევ ამ ევროპის ჩემპიონატზე. რთული პერიოდი გავიარე, ერთ წელი მაწუხებდა ტრამვები, თუმცა ვფიქრობ, რომ ბრუნდები ნელ-ნელა კლუბით შევიცვალე, ჩემი აზრით კარგი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ სათამაშო დროის ნაკლებობას განვიცდიდი ბაზელში. ჩემი მთავარი მიზანი იყო ის, რომ მაქსიმალურად განვითარებულიყავი და ამ განვითარებისთვის თამაშები მჭირდებოდა
და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში კარგი ნაბიჯი გადავდგი, ბედნიერი ვარ, რომ კლუბშიც წვლილი შევიტანე იმაში, რომ კონფერენს ლიგაზე გავედით. არაერთხელ დაგვიმტკიცებია ამ გავლენ ევროპის ჩემპიონატზე, რომ ძალიან დიდი ძალაა გულშემატკივარი ჩვენთვის. ორმაგად მოტივაციით ვთამაშობთ ფეხბურთელები და ძალიან ბედნიერი ვიქნები და ძალიან ვისურვებდი, რომ მოვიდეს გულშემატკივროს და ჩვენ კიდე არც არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ გავახაროთ ჩვენი ქვეყანა და წარმატებას მივაღწიოთ.